მეორე მოწმე იყო გამოძახებული, რომელსაც არანაირი შემხებლობა ჩვენთან არ აქვს და დარწმუნებული ვარ, ყველა მოწმესთან იგივე შემთხვევა იქნება, იმიტომ რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ხედავთ ახლა აქ თქვენ. ეს ერთადერთი მიზეზით კეთდება, ეს არის პოლიტექნოლოგიური ხრიკი. ეს ადამიანები მოყავთ, ალაპარაკებენ, რომ დაზიანდნენ და ალბათ დაზიანდნენ კიდეც და თუ დაზიანდნენ ეს არავის არ უხარია ნამდვილად. სამთავრობო მედიები ამას იყენებენ, არსებობს ეგეთი პოლიტექნოლოგიური ხრიკი. ლაპარაკობენ როგორ დაზიანდნენ და ჩვენ კადრს ანახებენ ამ ლაპარაკის ფონზე. და ერთადერთი მიზეზი ამ ყველაფრის არის ეს, რომ საზოგადოებაში შექმნა ის აღქმა, რომ თითქოს ჩვენ აი ამ ადამიანებთან შემხებლობაში, იმის მიუხედავად, რომ ამბობენ, რომ ჩვენთან არავითარი პრეტენზია არ აქვთ, რაღაცნაირად მაინც უნდათ, რომ რაღაცნაირად დალექონ, რომ ჩვენ თითქოს ამ საქმეზე დამნაშავეები ვართ. ამაზე მინდა და ხაზგასმა. რაც შეეხება ტელევიზიებს, რომლებიც სწორ სიტყვას აშუქებენ, მინდა ვთხოვო, რომ ისეთი ზუსტად გააშუქონ ის მესიჯები, რაც აუცილებელია, იმიტომ რომ მეორე მხრიდან მიდის დეზინფორმაცია ისეთი, რომელმაც შეიძლება სხვა ადამიანი შეიყვანოს გარკვეული სახის შესტომაში. დიდი მადლობა. ანდრო, თქვენი კითხვის პასუხი და განცხადების პასუხად ერთ რამეში დარწმუნებული იყავით, ვინ რას ლაპარაკობს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩემთვის ყველაზე მთავარი პრინციპი უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომელიც იმოქმედებს და მოქმედებს. კი ბატონო, არა, მე უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს რაღაცა კითხვები, იმიტომ რომ ეს ტელევიზიები და ეს პოლიტექნოლოგია ამ შემთხვევაში და ეს ხერხები მიზანმიმართულად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც დიდად ჩართულები არ არიან ამ საქმეებში, ვერ ერკვევიან რა ხდება ამ შემთხვევაში, ეს თქვენ არანაირად არ გეხებათ. ეს არის მიზანმიმართული ზემოქმედება ადამიანებზე, რომლებიცაც დიდი ინფორმაცია ამ საქმეებთან დაკავშირებით არ აქვთ. ამიტომ მინდოდა ხაზი გამესვა ამ ყველაფერზე. დიდი მადლობა.